გამარჯობა მეგობრებო. აბა როგორ ხართ? მე და დეიდა ჩემი დღეს ძალიან ბევრ საქმიანობთ. სხვათა შორის ჯერ პირველ რიგში გილოცავთ მარიამობას სანამ არ დამავიწყდა და ეს არით მრავალს იყავით უფლისგან დალოცვილები. და ეხლა გადავიდეთ საქმეზე. მოკლედ, ბევრ საქმეს ვაკეთებთ, აგერ უკვე დავჭერი ძალიან ბევრი ქლიავი და ხელებიც აგერ უკვე როგორი მაქვს. ეს ქლიავი სულ დავჭერი, დავამზადეთ. მანამდე კიდე დავჭერით ატამი და უკვე ქილებში ჩაალაგა და უკვე იხარშება კომპოტი. შილიდან ბევრი საქმე მოვასწარით. ეხლა ეს ქლიავი დავჭერი აგერ შუაზე მოვაცილე მკურკა რომ დავალაგო ეხლა ჭირის აპარატის ფილებზე თუ რა დავარქვა ამას რა ქვია ვიცი. ესე უნდა დავალაგო რომ გამოვიდეს გემრიელი მერე ჭირი. მერე გაჩვენებთ, ჩავრთავ აპარატს. და მოდი დამეხმარე თუ გინდა. აი ესე რომ დავალაგოთ. არ გინდა? დღეს ბევრ რაღაცებში დამეხმარა, მილენამ კალა და დაალაგა. ნაგავი გადაყარა. საწოლიც აალაგა. კარგი გოგოა. უბრალოდ დაიყალა ცოტა. ახლა მეგობრებო დავალაგებ ამას. 1 2 3 4 5 სართულია აპარატის. მოვადან დარქუდვაე. დარქუდვაე. ნუ ქუდმახვილდარ საქარაჟი სარწმუნას ვარჯან. აბანელო ერთი თვალით შემოიხედე რა სწორად ვაკეთებ. სწორად ვაკეთებ ერთი თვალით შემოიხედე. ო, კაიაო, მოკლედ. აი ესე ვალაგებ. დავალაგებ და გაჩვენებთ როგორ უნდა შევაერთო. და სავარაუდოდ ვარაუდით გეტყვით რამდენი ხანი უნდა იყოს. ახლა კი მეგობრებო გავარჩიოთ მწვანილი რომ მე შევინახოთ გაყინული, დაჭრილი, გასუფთავებული უკვე. ეს თელავში იყო დეიდა ჩემი და ო ეს თელავში იყო დეიდა ჩემი და ჩამოიტანა ყველაფერი რომ რა ვიცი დღევანდელი დღისთვისაც და ანუ მარიამობისთვისაც და ზოგადად კომპოტებისთვისაც. კიდე რაღაცა კომპოტები ვერ მოვასწარიო, არა და ბევრი რაღაცა გააკეთა ისედაც ზოგადად, მაგრამ კიდევ ესენიც ვერ მოვასწარიო და ბარემ ესენიც მქონდესო. ასე რომ ყველაფერს ასწრებს დეიდა ჩემი. დარჩეული კინძი, ამდენი კინძი მაინც ბოსტანში ვერ მოდის. ამდენიც ოჯახში საჭიროა ზოგადად. თან მით უმეტესად როცა ამდენი ბავშვია. ამ შემთხვევაში ჩვენ მთელი საფულე აკავარ. და მაინც ყიდვა უწევს. კარგად გავარჩიოთ ეხლა, შემდეგ გაირეცხება, დაიჭრება და გაიყინება. მერე კერძებში შვენივრად ვიხმართ. ეს ცოტა დაცხა, სხვა დღეებთან განსხვავებით და მიუხედავად იმისა, რომ წუხელს წვიმდა, მაგრამ ძალიან არა, ფიქრობთ ლოპოტისკენ ხوار წავიყვანოთ ბავშვები მდინარეზე ცოტა ვაბანაოთ ერთხელ მაინც სანამ წავედით. იმიტომ რომ სავარაუდოდ მე უკვე ვეღარ მოვასწრებთ. აბა ერთ კვირაში უკვე ჩვენც მივდივართ და უკვე აღარც ამინდია, აღარც დრო აღარ გვექნება. სადღაც ერთ კვირაში წავალთ უკვე სკოლისთვისაც გასამზადებლები ვართ, საქმე გვაქვს ბევრი. ანუ ესე გამოდის რომ ფორმები ჩვენ არ გვეხება ამ წელს. უпростоრეთ
დეკემბრამდე სავარაუდოდ ესე მივხვდი. ანუ შეიძლება იანვრიდან უკვე რაღაცა გვეშველოს. მანამდე ხო ფიქრობ რა ვუყიდო ბავშვებს, თუმცა ერთის მხრივ ფიქრობ რომ შეიძლება საერთოდაც არაფერი არ ვუყიდო, ან სათითაო შარვალი მეტი არა. თითო შარვალი. იმიტომ რომ რაღაცეები მაქვს, თან მერე რომ ფორმა იქნება, უკვე რაღა აზრი იქნება. მაგრამ თითო შარვალი მაინც რო გქონდეთ, აი ეს შავი. თორე ჯინსები აქვთ, სხვა რაღაცეები აქვთ, მაგრამ აი შავი შარვალი არ აქვთ და არა, კი აქვთ, მაგრამ ახალი მაინც სხვა, ხო და როგორც ასეთი მე უფრო აკადემიურად მიყვარდა ყოველთვის ბავშვების სკოლაში გაგზავნა და ისედაც პრინციპში ისეაც ვიათ თეთრი ზე და შავი ქვედა, ზოგადად ყოველთვის ვცდილობ რომ ესე ეცვათ ბავშვებს. ხო და ეხა ფორმები რო შემოიტანეს მომიწევს რომ ფორმა ვიყიდო როგორც ყველას. მაგრამ ისედაც თეთრი პერანგები აქვთ, ასე ფორმის კაბები აქვთ. მიყვარს ეგრე და აქვთ კიდეც. ხო და ფიქრობ ჯერ თითო შარვალი ვუყიდო, მეტი შეიძლება საერთოდაც არაფერი. აი არ ვიცი. ეს ზოგადად ესე ვამბობ ახლა, მაგრამ წვრილმანებიც იმდენია ხოლმე, რომ წვრილმანებშიც ქვეყნის ფული იხარჯება. ასე რომ მოკლედ რა ვიცი. და ერთ ზედას ვფიქრობ, რამე კარდიგანის ვარიანტი მილენას. კამილას აქვს. ისევ იმიტომ, რომ მილენა არის მისი უფროსი და მილენასგან დარჩა ძალიან ბევრი რაღაცა. ხო და მილენასთვის ნაკლებად უბრალოდ კამილასთვის ნაკლებად მექნება საყიდი და მილენასთვის უფრო. მაგრამ კამილას ამ წელს ჩანთა უნდა ვუყიდო ახალი და შევუკვეთე კიდეც თემოდან მოდის. კიდე რაღაცეებით წვრილმანები, რა თქმა უნდა მე unboxing-ს გაჩვენებთ. მაგრამ ჯერ გზაშია, ასე რომ მეკითხებოდნენ back to school იქნება თუ არაო, იქნება აუცილებლად. აბა როგორ მაგის გარეშე როგორ, იმიტომ რომ მაინც ახლა რაც არ უნდა იყოს დარჩენილი ახალი რაღაცა მაინც ყოველთვის არის სასწავლო წლის დაწყებამდე. საყიდი, ასე რომ რა თქმა უნდა იქნება back to school-ი, მაგრამ ჯერ არა, ნუ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ბოლო კონაღა დამრჩა. ცოტა რო დავწიო, მერე კიდე სახე არ გამოჩნდება. აი ესე დავუშვათ. მერე და ჩემი კიდე ხაჭაპურებს აპირებს. შახარაჯინებს, ვინც იცის გაიგებს, ვინც არ იცის და ეს არის ხაჭაპური ჭარხლის ფოთლებით და ყველით, არის უგემრიელესი, მე მგონი იცით რისი მსგავსია ფხლოვანის. ფხლოვანები მე მგონი ქართველებმა იციან, როგორც მახსოვს, მაგრამ ჭარხლიანი ეგრეთ წოდებული შახარაჯენი არის უგემრიელესი მეგობრებო. ასე რომ მოგიწოდებთ, გასინჯოთ თუ გასინჯული არა გაქვთ. რა თქმა უნდა, პროცესაც გაჩვენებთ. ბევრჯერ მიჩვენებია, მაგრამ ახალი გამომწერებით ძალიან ბევრი ხართ. ასე რომ შემოგვიერთდით ჩვენს ოსურ კახურ გარემოში. ჯერჯერობით, ჯერ კიდევ აქ ვარ, ერთი კვირა ვიქნები, ამიტომ ჯერ სოფლის ვლოგები იქნება ჩემო ძვირფასებო, ვიცით რომ ბევრს გიყვართ.
კიდევ სოფლის ვლოგებს შემოგთავაზებთ ეს დღეები. ეს აგერი დავარჩიე, ეხლა მას უნდა გარეცხვა პრინციპში და ნელო მერე დაჭრის და შეინახავს. ახლა მოვიდა. ახლა კი მეგობრებო მოვიდა შინდის დრო. ვის უყვარს შინდი? ახლა ეს უნდა გავარჩიო. სუდები, დამპლები და ფოთლები და ასე შემდეგ უნდა გადავახარისხო და აბა მომწერეთ ვის უყვარს ამის კომპოტი, თუნდაც მურაბაც თუ გემრიელესია, მიყვარს ძალიან. მშობაში ჩემს მეორე სოფელში, მამა ჩემის სოფელში არ გოხში გვედგა დიდი შინდის ხე და ისე მიყვარდა შინდი ძალიან. შეხედეთ რა მხელაა. აი ესე ცებრო მოწყვიტავ ხიდან და პირში ჩაიდებ. ბავშვებთან ერთად რომ მივდიოდით ხოლმე სასეირნოდ ჯიბეებს ვივსებდი და გზაში ვჭამდი ხოლმე. მოტკბო. ცოტა ესეთი კისლა-სლატკი ვკუს, ხო? თან ტკბილია, თან ცოტა არა. მოკლედ, ბევრია, ეხლა დავარჩევ. მერე გასარეცხიც არის, რა თქმა უნდა. და გაჩვენებთ პროცესსაც. რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს ამისგან. პრინციპში ბევრი გასარჩევი არაფერი არ არის, უბრალოდ გადავახარისხებ ახლა. ესეთი არაფერი არ ჭირს. ცოტა შეიძლება აი ესე არის გვერდებზე, ოდნავ მიჭეჭყილი. მეტი დიდად არაფერი არ ჭირს. გასარეცხია უბრალოდ და всё. ახლა ამას გადავახარისხებ და გაჩვენებთ შემდეგ. ახლა კი მეგობრებო, მოვიდა ჩვენი ამანათის შეკვეთა. ჩვენი ამანათის. ჩვენი მარაკის.
ჩვენი მარაგის შეკვეთა მოვიდა. დამჭირს. აი წეფისო. აი ჩვენი მარაგი. აბა რა წერია? სელის თესლი და ჩიას თესლი. კი ბატონო, გისმენ. გისმენ. ის რო გადავადების დღეზე ის მრგვალი კამფეტი გული რო ეხატა ეს იყო. მართლა რატო ხარ ჭუქჭიანი რატო ხარ ჭუქჭიანი? ეგილიდან როება. აბა გავხსნათ. დაიმახსოვრეთ ხო? არა, ნელო. ჩია. იცით ხო რაც არის ძალიან სასარგებლოა და ნელოს სვავს ყოველდღიურად. მე ერთხელ დავლიე სიმართლე გითხრათ, წყალში ვერ დავლიე, წყალში გახსნილი. რა ვიცი, მაწონიც არ მიყვარს, მაწონშიც ხსნი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მაწონი არ მიყვარს, მაწონში ვერ დავლევ. კიდე რაში შეიძლება რომ გავხსნა, ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა, ვიტამინებით სავსეა, მაგრამ არ ვიცი. თუ მასწავლით კიდე რაში შეიძლება გავხსნი და იქნება სხვა რამეში უფრო დავლიო. ესეთი რამდენი გრამიანი იქნება? არა, ეს სხვა რაღაცაა. ეს არის სელის თესლი. ნელო, ეს რაში უნდა იხმარო? აჰა. და ესეც სელის თესლია და ესეც იგივენაირად შეგიძლიათ გახსნათ წყალში და იგივენაირად ძალიან ბევრი ვიტამინია. მე ეს არასოდეს არც მინახია, არც მსმენია, ნელო მეუბნება რომ იგივენაირად ვიტამინებით სავსე არის და მოკლედ ძალიან სასარგებლოა. ამასაც ესე უხსნიო წყალში და იგივენაირად ვაკეთებ ზუსტადო. აბა თქვენ თუ გაგისინჯავთ. ეს ცოტა უფრო დიდი შეფუთვა, ეს ცოტა პატარა. ორივე ერთად გამოვიდა 9 და 25 სახლში მოწოდებით. აი დუადარიმა ფარასლარი. ეგეთი ამბები. ახლა მალე ხაჭაპურებსაც დავამზადებთ და მივირთმევთ. აი მეგობრებო, ან კიდევ ჩვენი შახარაჯინები ცხვება. ფხლოვანები ხო? მე ოსურად ვამბობ, როგორც არის. იმიტომ რომ ოსურად არის შახარაჯინა. ფხლოვანიც რო არის, ეგეც თქვი. აგერ უკვე ერთი გამომცხვარი. სანძან გემრიელი. ასეთი მოკრძალებული გემრიელი სუფრა გვაქვს მეგობრებო. აგერ გემრიელი ხაჭაპურებით, ხილით, კაკლის მურაბით, ნამცხრით, კამფეტებით, ლიქიორი და ფანტა. აი ესე უნდა აღვნიშნოთ ახლა ძალიან სახლურად, გემრიელად და ესე ძალიან ტრადიციულად. ეხლა მოვა ბებო და ჩამოვსხდებით მანამდე ცოტა ლიქიორები დავასხეთ. შემიძლია უჯდომაო და წავიდა. ესე იგი ეს უკვე მწიფია? კარგად გამოიყურება, ხო? მართლა? ხო, მართლა ხო? ხო, მჟავი კი არის, ხო. გავსინჯე, ხო, მჟავია მართლა. გავსინჯოთ აბა. წელს არ გამისინჯავს ეს?
ოდნავ აკლია, მაგრამ არა უშავს. კარგია. მე მიყვარს ისე არ ვიცი, ვისაც არ უყვარს იჯდეს სადაც ისიქ. მე მიყვარს და შევჭამ. მე ძალიან მიყვარს ბავშვებ თუ არ უყვარს. რა ვქნა ახლა? ის შევეხვეწო. ცხელია, სანამ ცხელი გემრიელია თორე. არა, ცივიც კარგია, მაგრამ აი, ცარიელი ყველია, ხო ხედავთ რა? სუპერია, ხო, ცივიც კარგია. მე შემწორიც კარგია, შებრაწული. ძალიან კარგია. დაწყნარდით. ეს ყველანი. და თქვენ დედიკოებს გაუხარდება და შენ დედიკოსაც. ბედნიერები მყავდით თუ? ნახევარ სიტყვაზე გადაგიღე, მაგრამ მოგასწარი. ლეცად ყველას იყავ ბედნიერები, ყველას ყველაფერი კარგად გქონდეთ, გილოცავთ მარიამობას. ოჯახდე, კარგია. ბედნიერი, მიყვარხართ თქვენ ყველა. კარგი გოგო ხარ, ჩვენც ძალიან გვიყვარხართ. ძალიან გვიყვარხართ. ახლა კი გემშვიდობებით შემოძვირფასებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. იხარით ბედნიერად და გვიყვარხართ ძალიან. აბა, დროებით ხვალამდე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან ერთად დარჩით და როგორც ყოველთვის, ბევრი ლაიქები და ბევრი კომენტარები. კარგად ხარით.